ძალიან საინტერესო თემა მოვამზადეთ დღეისთვის. დღეს უნდა ვისაუბროთ გარკვეული სოკოების ჯგუფზე, რომლებზეც არათუ ყველა საუბრობს, არამედ თითქმის არსად განიხილავენ მათ. განსაკუთრებული თვისებები აქვთ, განსაკუთრებული უნარები, ძალიან საინტერესოები არიან და მინდა რომ მოგიყვეთ მათი როლის შესახებ ბუნებაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში, თუ რა როლს ასრულებენ ისინიც გარემოში და თან ჩვენს კულტურაში, ყოფიერებაში, გასტრონომიაში და ასე შემდეგ. მოდით დავიწყოთ პარაზიტული სოკოებით. სოკოები, რომლებიც პარაზიტიზმით ცხოვრობენ, მრავლდებიან ზღვის ხარჯზე. კორდიცეპსი შევეხოთ. კორდიცეპსი არის სოკოთა ჯგუფი, რომლებიც ცხოვრობენ ძალიან საინტერესოდ. ძირითადად მწერებში, მუხლუხოებში, კალიებში, ჭიანჭველებში და ასე შემდეგ. პატარა მწერებს იყენებენ და მრავლდებიან მათში. კორდიცეპსის სპორები ხდება ჭიანჭველაზე ან პეპელაზე ან კალიაზე. და შემდეგ იწყებს მათი რესურსების გამოყენებას, საბოლოოდ კლავს მას და გამოიზრდება მათი ტანიდან და შემდეგ დაიწყებს უკვე გამრავლებას, ანუ სპორების გაბნევას სხვა მწერებზე. მაგრამ სანამ ამას გააკეთებს, მას შეუძლია მწერების ქცევა შეცვალოს. და ასეთ სოკოს მოიხსენებენ ზომბი სოკოთი. კორდიცეპსის გარკვეულ სახეობას აქვს უნარი, რომ მწერს მიუთითოს შეცვალოს ტვინის ფუნქციონირება და მიუთითოს მას, რომ თქვათ მივიდეს ეს მწერი, დაინფიცირებული მწერი, ავიდეს მაღლა ღეროზე ან რომელიმე ფოთოლზე და გაჩერდეს. შემდეგ ეს მწერი კვდება და სოკო იწყებს სიცოცხლის ციკლის განვითარებას. შემდეგ ელოდება სხვა მწერს, რომ არსებული სპორები გადავიდეს სხვა მწერზე და ასე გამრავლდეს. კორდიცეპსის სახეობაც სხვათა შორის ძალიან მრავალფეროვანია. როგორც ინფორმაცია მოვიძიე, დაახლოებით 400 სახეობა ჯერჯერობით აღწერილი და კიდევ მრავალი სახეობაა კვლევის საგანი. ზოგიერთი სახეობის კულტივაციასაც ახდენენ და მოიხმარენ როგორც საკვებად, ასევე სამკურნალო საშუალებად, განსაკუთრებით აზიურ ჩინურ მედიცინაში მას ძალიან აქტიურად გამოიყენებენ. მაგალითად, რომელი კორდიცეპსიც მუხლუხოზე ვითარდება. მუხლუხოს კორდიცეპსი ჩვენთან არ არის, ყოველ შემთხვევაში ამის ფაქტი არ დასტურდება, როგორც ამბობენ, მხოლოდ ჰიმალაის ტერიტორიაზეა ეს სახეობა, მაგრამ ჩვენთან არის სხვა სახეობები, რომელიც მწერებში ვითარდება და მინახავს არაერთი ფოტო, მაგრამ მე თვითონ არ შემხვედრია. იმედია, ოდესმე ვიპოვი და გადავიღებ. გარკვეული სახეობები გამოიყენება იმუნური სისტემის გააძლიერებისთვის. ზოგიერთი სახეობა კარგია ორგანიზმის გაჯანსაღებისთვის, ებრძვიან ასევე სიმსივნურ უჯრედებს ორგანიზმში მათი საშუალებით და ასე შემდეგ. მოკლედ, კორდიცეპსის გარკვეული სახეობები, როგორც სამკურნალოდ გამოიყენება, ასევე გამოიყენება კულინარიაში და ძალიან კარგი საშუალებაა გასტრონომიული თვალსაზრისით გამრავალფეროვნებისთვის. მიუხედავად თავისი სამკურნალო თვისებებისა, ვაღიარეთ, რომ მას ძალიან საშიში ცხოვრების წესი აქვს და არასასურველი მწერებისთვის. მოიხსენიება როგორც ზომბი სოკო და ნელი და მტანჯველი სიკვდილით კლავს მწერს. ყოველ შემთხვევაში ადამიანის თვალით ასე ჩანს, ამ დროს მწერი რას გრძნობს ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ერთ შეხედვით ეს არის ძალიან არასასურველი სიკვდილი ბიოლოგიური ორგანიზმისთვის. მეცნიერული კვლევებისთვის არის ძალიან კარგი სურათი. კორდიცეპსის ზრდის ციკლი. ახლა გადავიდეთ სხვა ჯგუფზე. ეს არის მიკორიზა. რა არის მიკორიზა? მიკორიზა არის ფესვის სოკო, რომელიც მცენარეს ეხმარება საკვები ნივთიერებების მიღებაში, მოპოვებაში და ეს პროცესი მცენარეს ეხმარება განვითარებისთვის, კარგი სასიცოცხლო პირობების შექმნისთვის. არსებობს გარკვეული სახის მცენარეები, მაგალითად ორქიდეები, რომელიც მიკორიზას გარეშე ვერ ცოცხლობენ, ვერ მრავლდებიან. ამასაც ვახსენებ ოდნავ მოგვიანებით. მიკორიზას ჰიფსები, ღეროები, რადგან ძალიან წვრილი არის, შეუძლია ნიადაგის ისეთ ფორებში შეღწევა, სადაც მცენარე ხის ან ნებისმიერი სახის მცენარის ფესვი ვერ შედის და გამოაქვს იქიდან საკვები დანამატები, მინერალები, წყალი, სხვადასხვა ნივთიერებები, რომელსაც აწვდის ხეს. ასეთ ცხოვრების წესს მოგეხსენებათ ეწოდება სიმბიოზი. სიმბიოზის შემთხვევაში ორივე სახეობა ნახულობს რაღაც შეღავაც ერთმანეთისგან. მიკორიზა ძალიან კარგ პირობებს უქმნის მცენარეს, იმიტომ რომ მხოლოდ მას არ შეუძლია, ვთქვათ, ისეთი ადგილებიდან გამოიღოს საკვები, რომელი ადგილიდანაც იღებს მიკორიზა. ვთქვათ, შეიძლება იყოს ფოსფორი, აზოტი ან სხვადასხვა ნივთიერებები, რომელიც მცენარებს ეხმარება, რომ ძალიან კარგი ზრდის პირობები შეიქმნან. არსებობს რთული ნივთიერებები, რომლებსაც პირდაპირ ვერ იღებს მცენარე ნიადაგიდან, რომელსაც სჭირდება გადამუშავება, რომ
შეითვისოს მცენარემ და გამოიყენოს საკვებად. ასეთ შემთხვევაში მიკორიზული სოკოები ეხმარებიან ხეს. როგორ ხდება ახლა ეს? სოკოებს შეუძლიათ ფერმენტების გამოყოფა. ფერმენტი კი არის ერთგვარი კატალიზატორი, რომელიც უჯრედში აჩქარებს ქიმიურ პროცესებს, აბალანსებს ამ პროცესს და უზრუნველყოფს მის ნორმალურ მდგომარეობაში განხორციელებას. შედეგად ფერმენტები მოქმედებენ იმისთვის, რომ გადამუშავდეს ეს რთული ნივთიერებები, დაშალონ და დაშლილი სახით მიაწოდონ ხეებს, მცენარეებს, რომლებიც შეითვისებენ ამ დაშლილ ნივთიერებებს და გამოიყენებენ საკვებად. მიკორიზას ასევე შეუძლია მცენარეები დაიცვან გახმობისგან. ეს ხდება ისეთ პერიოდში, როდესაც მაღალი გვალვაა და ნიადაგში ნაკლები წყალია. როგორც უკვე ვახსენეთ, ხის და მცენარეების ფესვები რადგან მსხვილია, გარკვეულ ადგილებში ვერ აღწევს, რომ იქიდან ამოიღოს წყალი. მიკორიზა კი ეხმარება ამ პროცესშიც. ამოაქვს ძალიან წვრილი ადგილებიდან, წვრილი ფორებიდან წყალი და ასევე საკვები ნივთიერებები და აწვდის მას. როდესაც ნიადაგი მდიდარია მიკორიზას სოკოთი, ის ადგილი ძალიან ჯანსაღი და ცოცხალია და ძნელია ამ ადგილის გვალვისგან განადგურება, გვალვის მიერ განადგურება. ეს სოკო იმდენად აქტიურად მუშაობს, რომ უბრალოდ შეუძლებელია ერთი შეხედვით აღიქმეს როგორც ეს ნორმალური პროცესი. ჯადოსნურია, უბრალოდ ჯადოსნური. ამის გამო საბოლოო ჯამში მცენარის იმუნიტეტი საგრძნობლად ძლიერდება და გაცილებით მდგრადი ხდება გარემო პირობების და კლიმატის და გვალვების მიმართ. როცა შეიძლება მიკორიზას გარეშე მყოფი მცენარე დაიღუპოს, რომელიც მცენარეც მასთან არის სიმბიოზში, გაცილებით რთულ პირობებს გაუძლებს, ვიდრე სხვა სოკო. ვახსენე, რომ ეს პროცესი არის სიმბიოზი. სიმბიოზის შემთხვევაში კი ორივე სახეობა იღებს რაღაც სარგებელს. რა სარგებელს იღებს, მაგალითად მიკორიზა ასეთ შემთხვევაში. მოგეხსენებათ, რომ სოკოები ფოტოსინთეზს ვერ ახორციელებენ და ასეთ დროს მიკორიზა იღებს მცენარისგან ფოტოსინთეზის მეშვეობით გამომუშავებულ საკვებს და ნივთიერებებს. მცენარისგან მიღებული ნივთიერებები მიეწოდება სოკოს. ეს არის ერთგვარი თანამშრომლობა. იული ტერმინებით რომ განვიხილოთ. მიკორიზული სოკოები არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეკოსისტემისთვის, ზოგადად მთელი ბუნებისთვის. იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მათ გარეშე უბრალოდ არ მოხდება ის პროცესები, რა პროცესებიც მიმდინარეობს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ დავიცვათ ის გარემო, განსაკუთრებულად ისეთი ადგილები, რომელსაც დაცული ტერიტორიების სტატუსები აქვთ მინიჭებული. ეს არ ხდება უბრალოდ, ეს ხდება მთელი რიგი კვლევების შემდგომ ენიჭება გარკვეულ ტერიტორიას დაცულის სტატუსი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ასეთ ადგილებში გადასაადგილებლად მაქსიმალურად დავიცვათ რჩევები, რეკომენდაციები. მიკორიზულ სოკოებს ასევე გამოიყენებენ სოფლის მეურნეობაში. მიკორიზა ამცირებს შხამქიმიკატების შეტანას და აჯანსაღებს ზოგადად ნიადაგს, გარემოს და გაცილებით კარგად მიმდინარეობს და ჯანსაღად მიმდინარეობს პროცესი, ვიდრე მიკორიზას გარეშე. ამას აკეთებენ ხელოვნურადაც, რადგან კულტივაციის დროს მიკორიზა, რადგან ნიადაგის სტრუქტურა ირღვევა, მიკორიზაც ზიანდება. ასეთ შემთხვევაში შეაქვთ ხოლმე ხელოვნურად. ეს ხდება თხევადი სახით, ძირითადად როგორც ცნობილია. ორქიდეები ვახსენე და მოდი ცოტა ღრმად განვიხილოთ ეს საკითხი, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია ორქიდეის სიცოცხლე. ეს მოგეხსენებათ ველური ყვავილი არის, ველური მცენარე, რომელიც ყოველი ფეხის ნაბიჯზე არ ხვდება ადამიანს და ის ადგილი, სადაც ორქიდეა ხარობს, არის ძალიან ჯანსაღი გარემო, ძალიან. გეტყვით რატომაც. ორქიდეები მაგალითად პირობითად ავიღოთ ჯადოარი, მაგრამ ძირითადად ყველა ორქიდეა მიკორიზას სოკოს გარეშე ვერ მრავლდება. უпростоად მისგან წარმოქმნილი თესლი, რომელიც ნიადაგზე ვარდება, ეს თესლი არის ძალიან მცირე ზომის, თვალით თითქმის შეუმჩნეველია. ვერ მრავლდება მიკორიზას გარეშე. მას სჭირდება ერთგვარი სტიმულატორი, როდესაც პირველადი რეაქცია დაიწყებს მოქმედებას, რომ თესლმა დაიწყოს საკვები ნივთიერებების მიღება, რის შემდეგაც დაიწყება ამ თესლის გაღივება ნიადაგში. თუ არ არის ფესვზე მიკორიზას სოკო, ეს პროცესი არ ხორციელდება, იმიტომ რომ მიკორიზა აწვდის ამ თესლს პირველად საკვებ ნივთიერებებს, რომლის შემდეგაც იწყება გაღივების პროცესი. ამიტომ არის ერთ-ერთ ვიდეოში მაქვს ნახსენები, რომ ორქიდეებს არ უნდა შევეხოთ უხეშად, იმიტომ რომ მათი გამრავლება ხდება ძალიან რთულად, თუ მიკორიზა არ არის ნიადაგში, არ ხდება მათი გამრავლება.
კი აქვს ორქიდეას გარკვეული ტიპის ბოლქვი მგონი თუ სწორად მახსოვს და არ მეშლება ცრუ ბოლქვს ეძახიან ასეთ ფორმას, მაგრამ თუ ორქიდეა ბოლქვიდან ამოდის, ხდება მისი კლონირება, ანუ როგორი ინდივიდიც არის ზრდასრული ორქიდეა და მისგან თუ ამოვიდა, მისი ბოლქვისგან თუ ამოვიდა მეორე ორქიდეა, ის იქნება იდენტური, ზუსტად იდენტური და გრძელვადიან სიცოცხლის ციკლში ის ვერ განახორციელებს გამრავლების პროცესს, იმიტომ რომ არ აქვს მას იმუნური სისტემა განვითარებული, არ აქვს მას გარემო პირობებთან შეგუების უნარი. ასეთ შემთხვევაში ბოლქვიდან გამოსული ორქიდეა არ არის სიცოცხლის უნარიანი და გამრავლებისთვის არ არის ის იდეალური ინდივიდი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ორქიდეის თესლიდან აღმოცენება, რომ სიცოცხლის ციკლის მთელი პროცესი გაიაროს დაბადებიდან დაღუპვამდე და მანაც ახალი ინდივიდები დაბადოს. არიან ისეთი სახეობები, რომელთაც არ გააჩნიათ ქლოროფილი და ვერ ახდენენ ფოტოსინთეზს. ასეთ შემთხვევაშიც მიკორიზა ახდენს მათ გამოკვებას. არიან სახეობები, მაგალითად, რომლებიც ფოტოსინთეზამდე პერიოდი აქვთ გასავლელი, რომ განვითარდეს და შემდეგ უკვე განვითარებულმა დაიწყოს ფოტოსინთეზის განხორციელება. ასეთ შემთხვევაში მიკორიზა ეხმარება, რომ მივიდეს ამ განვითარების ამ ეტაპამდე, რომ განახორციელოს საკვების მოპოვება მზის სხივებისგან. მაგრამ ძირითად შემთხვევაში, როდესაც როდესაც ორქიდეა მივა იმ პროცესამდე, რომ დამოუკიდებლად მოიპოვოს საკვები, მაინც რჩება მიკორიზასთან სიმბიოზში, რომ დამატებით საკვები მოიპოვოს და ფოტოსინთეზის მიერ მიღებული საკვები, რომელსაც ამ პროცესს აკეთებს შედარებით სუსტად, ვიდრე ვთქვათ ხე, არ დარჩეს განვითარების პროცესის გარეთ. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში, უпростоრად ძირითად შემთხვევაში, ფოტოსინთეზის მქონე ორქიდეები და ფოტოსინთეზის არ მქონე ორქიდეები მაინც რჩებიან სიცოცხლის ბოლომდე მიკორიზასთან სიმბიოზში. ამიტომ ადგილი, სადაც ორქიდეები ხარობენ, ასეთ ადგილას უბრალოდ არ უნდა გადავადგილდეთ უხეშად, არ უნდა მოუწყვიტოთ ყველაფერი, თუ დავინახავთ, რომ მცენარე, რომელიც არ გავს სხვას და გავს ორქიდეას, არ შევეხოთ, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავს ამ კონდიციამდე მისასვლელად და ამას მარტო თვითონ არ აკეთებს, ამას აკეთებს სხვა სახეობებიც, რომ დაეხმაროს, რომ გაიზარდოს იმხელა, რამხელაც არის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის ის, რომ ორქიდეების თესლები, როგორც აღვნიშნე, ძალიან მცირე ზომისები არიან, ასევე არიან ძალიან მსუბუქები და მათი ჰაერში გაბნევის დროს ხდება ძალიან დიდ ტერიტორიაზე გავრცელება. ამიტომ რაც შეიძლება დიდ ტერიტორიაზევე უნდა იყოს გავრცელებული მიკორიზას სოკო, რომ ეს ორქიდეები იქაც აღმოცენდეს. აი სწორედ ამიტომ არიან ორქიდეები ბუნებაში ძალიან მცირე რაოდენობით, ვიდრე ვთქვათ, რომელიმე სახეობის სარეველა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი მათი დაცვა და იმ ტერიტორიების ძალიან მოფრთხილება, სადაც ორქიდეები ხარობს. კეთილი რჩევა იმ ადამიანებს, ვისაც მთაში გადაადგილების დროს თაიგულების შეგროვება უყვარს, თხოვნა, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდეთ ორქიდეებს და ასეთი მცენარეების სახეობებს, რომლებიც ახორციელებენ ძალიან რთულ სიცოცხლის ციკლებს იმისთვის, რომ გამრავლდნენ. დავიცვათ ისინი და მოხდება ერთი ფოტოს გადაღებისთვის რაღაც გარკვეული ტიპის თაიგულში ისეთი მცენარეები, როგორებიც არიან ორქიდეები. ჩვენს დაცულ ტერიტორიებზე ხარობს ჯადვარი, რომელიც ორქიდეა ასევე და მასაც ასევე ძალიან დიდი დაცვა სჭირდება. ხშირად მინახავს აქ გამსეირნებელს, რომ აქვს მოგლეჯილი ან მოწყვეტილი, რომ რაღაც ფოტო გადაიღო და შემდეგ დაყრილი დავლა. ჯადვარი სხვათა შორის წითელ ნუსხაშია შეტანილი იმის გამო, რომ მცირე რაოდენობით არის ბუნებაში და სჭირდება დაცვა. ჯადვარიც ასევე რჩება სიმბიოზში სიცოცხლის ბოლომდე მიკორიზასთან და არ წყვეტს მასთან სიმბიოზურ ცხოვრების წესს. ჯადვარის ლაგოდეხის ტერიტორიებზე არსებობა ნიშნავს იმას, რომ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები მდიდარია მიკორიზული სოკოებით და სხვათა შორის ბოლო პერიოდში უფრო ხშირად ხდება ჯადვარი და ეს ძალიან კარგი ტენდენციაა. ამიტომ მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ისე გთხოვთ, რომ არ დავაზიანოთ ის გარემო, სადაც ესეთი იშვიათი სახეობის მცენარეები და სოკოები გვხვდება. გადავიდეთ ახლა ობის სოკოზე, რომელიც ძალიან
საინტერესო ვინმეა, ძალიან საინტერესო არსებაა ბუნებაში და იმდენად დადებით როლს ასრულებს გარემოში, რომ მეტი ალბათ არ შეიძლება. რა არის ობის სოკო? ობის სოკო ჩვენ ძირითადად ჩვენი ყოფიერების გამო ძირითადად უარყოფითი კონტექსტით ვიცით, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის და ობის სოკო ასრულებს ძალიან კარგ როლს ბუნებაში. ობის სოკო არის ძალიან მცირე ზომის სოკოების ჯგუფი, რომლებიც ახდენენ სხვადასხვა საკვების და სხვადასხვა მერქნის დაშლის პროცესებს. საკვები ორგანული სხეულები, რომელიც არის მკვდარი, ამ მკვდარი სხეულების გადამუშავებაში ასრულებენ ძალიან დიდ როლს. ობის სოკოები შლიან მკვდარ, ცხოველურ და მცენარეულ ნარჩენებს. ისინი ძალიან კარგი დამშლელები არიან ბუნებაში და ნივთიერებებს, რომლებსაც შლიან, გარდაქმნიან საკვებად. მაგალითად, ისინი შლიან მერქანს, ფოთლებს, ხეებს, ცხოველურ გვამებს, რთულ ბიოლოგიურ ნივთიერებებს შლიან მარტივ კომპონენტებად და ასეთი სახით დაშლილი სახით აბრუნებენ ბუნებაში საკვებ ნივთიერებებსაც იყენებს შემდეგ უკვე მთელი ბიომრავალფეროვნება. ობის სოკოები არიან პასუხისმგებლები აზოტის, ნახშირბადის და სხვადასხვა ნივთიერებების ციკლზე ბუნებაში, რაც მცენარეებს სასიცოცხლოდ სჭირდება. ობის სოკოს გარეშე პლანეტა დაიფარებოდა მკვდარი სხეულით, რომელიც სრულიად უსიცოცხლო იქნებოდა ლოგიკურია, რადგან მკვდარი სხეულია, იქ არ არის სიცოცხლე. ობის სოკოები ჰაერში ყველგან არიან და ელოდებიან გარემო პირობებს, რომ ისინი განთავსდნენ შესაბამის სხეულზე, რომ დაიწყონ ამ სხეულის დაშლა და გარდაქმნა სხვა სახის საკვებად. ბევრს აღარ გავაგრძელებ ამ ობის სოკოზე და ვიტყვი, რომ ყველაზე ცნობილი და რევოლუციური წვლილი ობის სოკოსი ეს არის პენიცილინი. პენიცილინის აღმოჩენამ ფაქტობრივად ადამიანს გაუხანგრძლივა სიცოცხლე. რომ პენიცილინამდე ადამიანი კვდებოდა უმარტივესი ვირუსით და დაავადებებით. პენიცილინი არის ობის სოკოს სახეობა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ანტიბიოტიკების უდიდესი ჯგუფის შექმნას. 20 წუთიანი უწყვეტი კადრი ჩავწერე. ვილაპარაკე უამრავი და აღმოჩნდა, რომ მიკროფონი ყოფილა გათიშული და ეხლა ახლა უნდა ჩავწერო იგივე ზომის, იგივე მოცულობის კადრი. თუ სწორად მახსოვს, ვიყავი რადიაციულ სოკოებზე კი არა და სოკოებზე, რომლებიც რადიაციას იყენებენ საკვებად. ანუ რადიოაქტიურ ნივთიერებებს შთანთქავენ და ამით ცოცხლობენ. ესეთი სოკოების ჯგუფი პირველად შენიშნეს 2006 თუ 2007 წელში ჩერნობილში. ეს სოკოები იყო არა მხოლოდ რეაქტორთან, არამედ რეაქტორის კედელზე იყვნენ აცოცებული, ან გამრავლებულები იყვნენ რეაქტორის კედელზე. და მეცნიერება გადაწყვეტეს, რომ ეს არის ძალიან საინტერესო ფაქტი და ასიც არის და დაიწყეს კვლევა. და აღმოჩნდა, რომ ეს სოკოები პიგმენტი მელანინის საშუალებით რადიოაქტიურ ნივთიერებებს გარდაქმნიან საკვებად და ამით ცოცხლობენ. და არსებობს მოსაზრება, რომ იგივე პროცესი ხორციელდება პიგმენტი მელანინის საშუალებით, რასაც მცენარეში აკეთებს ქლოროფილი. ქლოროფილი მცენარეში ახდენს მზის სხივებისგან სინათლის ენერგიად გარდაქმნას და ამ გარდაქმნილ ენერგიას იყენებს საკვებად. იგივე პროცესია ოღონდ სოკოში და ამას არა ქლოროფილი, არამედ პიგმენტი მელანინი აკეთებს. ძალიან საინტერესო მოცემულობა არის, ძალიან. ეს პიგმენტი მელანინი ჯანმრთელ უჯრედს იცავს ულტრაიისფერი სხივებისგან და სხვადასხვა გამოსხივებისგან. მეცნიერება ამბობს, რომ თუ სოკო რადიაციას გარდაქმნის საკვებად, მაშინ არის შესაძლებელი, რომ ეს სოკო გამოიყენონ კოსმოსური რადიაციისგან თავდაცვისთვის. მაგალითად, კოსმოსური ხომალდების დამზადებაში გამოიყენონ, რომელიც აზიანებს ამ მეტალს, რომელიც ჯანმრთელ უჯრედს აზიანებს და ასე შემდეგ. ამ სოკოს გამოიყენებენ ერთგვარ დამცავ ფარად, პირობითად მოათავსებენ მასში ცოცხალ ჯანმრთელ უჯრედს და ის დაცული იქნება რადიაციისგან. მასზე მოხვედრილ რადიაციას მელანინი შთანთქავს და გარდაქმნის საკვებად. უჯრედი კი დარჩება უნებელი. ძალიან კარგი მეთოდია და ძალიან კარგი იქნება ასეთი რამ თუ განხორციელდება ოდესმე. საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოკოების ეს ჯგუფი არის ძალიან კარგი ადაპტირებადი ორგანიზმი
ბუნებრივ კატაკლიზმებში, ბუნებრივ კატასტროფებში. ერთგვარი გონება მუშაობს ესეთ დროს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კოლღოები არ მასვენებენ. როდესაც სამყაროს ბუნებას და სიცოცხლის სადღაც უჭირს, ჩნდებიან იქ პატარა ორგანიზმები, რომელიც ამ სიცოცხლეს აბრუნებენ, აჯანსაღებენ და არასასიცოცხლო გარემოს ქმნიან, გარდაქმნიან სასიცოცხლო გარემოთ. ეს არის უბრალოდ სასწაული. ამაზე შეგვიძლია ჩვენ ფილოსოფიურად ვიმსჯელოთ, შეგვიძლია მეცნიერულად ვიმსჯელოთ, შეგვიძლია რელიგიურად ვიმსჯელოთ და არ გვაქვს არანაირი შეზღუდვა. ეს არის უბრალოდ სასწაული. ჩემი აზრით, ყველაფერს აქვს გონება, რაც მუშაობს, რაც სიცოცხლეს ასე უფრთხილდება და იცავს, ყველაფერი მოქმედებს გონების ძალით. და საკმაოდ გაცნობიერებულად აკეთებს ამას თითოეული უჯრედი. შეიძლება დავარქვათ ამას სიცოცხლის ინსტინქტი, მაგრამ ჩემი აზრით მაინც რაღაც არის, რაც ამას ამოძრავებს. შეიძლება ამას ღმერთი დაარქვას ვიღაცამ, შეიძლება ამას დაარქვას ვიღაცამ, რომ თვითონ ბუნება ღმერთი და ასე შემდეგ, პანთეიზმი და რაღაცები კიდევ ცალკე საკითხია. მოკლედ, ჩვენ გვაქვს ამ კუთხით ძალიან ფართო მსჯელობის სივრცე. გადავიდეთ ფსიქოდელიურ სოკოებზე, ესე იგი magic mushroom-ებზე, ჯადოსნურ სოკოებზე. ეს სოკოებიც წინამდებარი სოკოებით მსგავსად ძალიან საინტერესოები არიან და რას დადიხარ ბიჭო? ვერ მოგისვენია ორი წუთი რა. ფსიქოდელიურ სოკოებში გვაქვს ასეთი ნივთიერება, ფსილოციბინი, რომელიც ადამიანის ფსიქიკაზე ახდენს ასე გავლენას. რა არის ეს პროცესი? თუ ასეთ სოკოს ჩვენ მივიღებთ დიდი რაოდენობით, ჩავვარდებით ძალიან ცუდ დღეში. ეს არის კუნთების კრუნჩხვა, კუნთების დამბლაც და საბოლოო ჯამში კომა, მანამდე ისტერიკა, დაუოკებელი წყურვილი, მომნელებელი სისტემის მოშლა და ასე შემდეგ. მაგრამ არსებობს მიკროდოზები, რომელი დოზებითაც ხდება ორგანიზმის მკურნალობა, დღესდღეობით განსაკუთრებულად პოპულარულია ნარკო და ალკოდამოკიდებული ადამიანებისთვის. როგორც ჩანს, ძალიან კარგი მეთოდი აღმოჩნდა ასეთი სოკოების სამკურნალოდ, რომ ის ნივთიერება ჩაანაცვლონ სოკოს მიკროდოზებით. ასეთ შემთხვევაში ორგანიზმის დეტოქსიც ხდება და გარკვეული სახის დამოკიდებულებაც უკან რჩება. მაგრამ უნდა მივიღოთ გარკვეული სახის ფაქტები მხედველობაში, რომ რომელიღაც ქვეყნებში არ არის ეს საქმე ლეგალური, მათ შორის საქართველოშიც. და რომ ამ პროცესს გვერდითი მოვლენებიც აქვს და ძალიან ცუდად შეიძლება დამთავრდეს ზოგიერთი მათგანი. ამიტომ ასეთი პროცედურის ჩატარებისთვის ადამიანი უნდა იყოს გაცნობიერებული, თუ ვისგან იღებს ამ ცოდნას და ვინ არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი. ესეთი ცდები არის ძალიან საშიში სიცოცხლისთვის, ამიტომ არ არის რეკომენდებული, თქვათ, ადამიანი რომ მივიდეს და ისე დაინახოს, აიღოს და პირდაპირ მიიღოს. ეს არის დაუშვებელი, უბრალოდ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდება ასეთ შემთხვევაში ორგანიზმი. ფსიქოდელიური სოკოების გამოყენების მეთოდები ჩვენ ისტორიული კვლევებისგანაც გვაქვს, რომ გარკვეული ცივილიზაციები მოიხმარდნენ, შამანური რიტუალების დროს მოიხმარდნენ, როგორც ამბობენ მაიას ტომიც და აცტეკური ტომებიც მოიხმარდნენ ამ ფსიქოდელიურ სოკოებს, როგორც ღმერთთან კავშირის მიწიერ საშუალებას. ანამ შემდეგ სახეობას გადავალ, აქვე აღნიშნავ გეოლოგიურ როლს სოკოებში. სოკოები მიწიდან მოიპოვებენ როგორც საკვებს, ასევე როგორც სხვადასხვა ორგანულ საკვებს, ასევე მეტალებს და მძიმე მეტალებს. ამიტომ თუ გარკვეული სახის სოკოებს შევნიშნავთ ერთად ჯგუფად ნიადაგზე, შეიძლება ეს კვლევის საგანი გახდეს, იმიტომ რომ იმ ადგილას შესაძლებელია იყოს რა რომელიმე მეტალის საბადო, ეს იქნება ვერცხლის წყალი, თუ ეს იქნება სხვა სახის რომელიმე მეტალი, ტყვია, თუთია და თუნდაც რადიოაქტიური მეტალები, ურანი მაგალითად, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ. მოკლედ, ბევრი გამოყენება და ბევრი მეცნიერული დაკვირვება სჭირდება სოკოებს და ჩვენ ძალიან ფართო სამსჯელო სივრცეები გვექნება, რაც უფრო მეტად შევალთ ამ სფეროში და დავიწყებთ მათ კვლევას. გადავიდეთ საფუარის სოკოებზე. საფუარის სოკოები არიან მიკროორგანიზმები, მიკროსკოპული სოკოები, რომელიც ყველგან არიან აბსოლუტურად ჰაერშიც. სადაც საკვებია, სადაც შაქრებია, ყველგან არიან. ეს შეიძლება იყოს ნიადაგში, ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ხილის კანზე. საფუარის სოკოს გარეშე არ ხდება ისეთი პროცესები, რა პროცესების გარეშე ჩვენ არ გვექნებოდა ის საკვები პროდუქტები, რაც გვაქვს, მაგალითად პური, მაგალითად ალკოჰოლი. ალკოჰოლის შემთხვევაში
ხშირად არის რომ ხელოვნურად შეაქვთ ეს საფუარის სოკო, მეღვინეებს, მაგრამ ხშირად არის რომ ეს ბუნებრივად ხდება. როდესაც ყურძენს დაწვრავს ადამიანი, აქტიურდება სოკო და იწყებს დუღილის პროცესი. საფუარის სოკოს გარეშე არ ხდება დუღილის პროცესი, ასე რომ მის გარეშე ალკოჰოლიც არ გვექნებოდა. საფუარის სოკოც შლის ორგანულ ნივთიერებებს მარტივ კომპონენტებად და აბრუნებს ამ საკვებს სიკოში. საფუარის სოკოს გარეშე ასევე არ მოხდებოდა ნაყოფის მომწიფება. შემდეგ ეს ნაყოფი კი შაქარს გარდაქმნის ალკოჰოლად. ეს უკვე როდესაც ნაყოფი ძალიან მწიფდება, ყველას გვიგრძნია რომ მას აქვს ალკოჰოლის არომატი, ხო? ეს ხდება ზუსტად საფუარის სოკოს გამო. თანამშრომელმა ჩემმა კოლეგამ იზრუნა და ყავა მომაწოდა. ეს ძალიან კარგია, არ დამაყურებინო, გადი იქით, სად ვიყავით, ხო? საფუარის სოკოებზე. ცომის ამოფუების პროცესში, როდესაც საფუარის სოკო გარდაქმნის შაქარს ნახშირორჟანგად, ჩნდება პატარა ბუშტუკები, რაც იწვევს ცომის მასის გაზრდას და შედეგად ვიღებთ ძალიან გემრიელ პროდუქტს და სასიამოვნო პროდუქტს, რომელიც ძალიან გემრიელია. ჩვენ გვიყვარს ქართველებს ცომეულები და ზოგადად ისეთი პროდუქტები, რაც გემრიელია. ყველაფერში დიდი როლი უჭირავს ამ საფუარის სოკოს. ყველა ამ პროდუქტს საფუარის სოკო აძლევს უგემრიელეს არომატს, სურნელს და გემოვნურ თვისებებს, რის გარეშეც უბრალოდ ეს არ იქნებოდა ასეთი კარგი და გემრიელი. გამოდის ისე რომ სოკო არა მხოლოდ საფუარის, არამედ სხვა სახეობის სოკოებიც, ბევრი მათგანი ადამიანის ძალიან კარგი თანამშრომელია და ადამიანთან ერთად თანაცხოვრობს. უბრალოდ ჩვენც უნდა შევუწყოთ ხელი, გათვიზრუნოთ გარემოზე, რომ გაჯანსაღდეს და მეტი პროდუქტი მოგვცეს, რა თქმა უნდა, ჯანსაღი, რასაც ჩვენ მოვიხმართ. ჯამში გამოდის, რომ სოკოები ძალიან გვეხმარებიან ცხოვრებაში, სხვადასხვა დაავადებების მორჩენაში. ალკოჰოლს გვაძლევენ გემრიელ და არომატულ საკვებს, გვეხმარებიან რადიაციების დამარცხებაში, გვეხმარებიან იმაში, რომ ეს რადიაციები ჩვენთან არ მოხვდეს. გვეხმარებიან მედიკამენტების დამზადებაში, როგორიც არის მაგალითად სოკოს სახეობები, გულა სოკო, რომელიც ძალიან კარგი მედიკამენტია ადამიანის ტვინისთვის განსაკუთრებულად, ასევე ინდაურის კუდი, ასევე რეიში და ასე შემდეგ. მზადდება მათგან მედიკამენტი. ხო, პენიცილინი არ გამომჩეს ვახსენე უკვე, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ პენიცილინმა უბრალოდ რევოლუცია მოახდინა მედიცინაში და ადამიანი იხსნა სიკვდილისგან. სოკოები არიან ჩვენს გვერდით მცხოვრები არსებები, რომლებთაც გააჩნიათ აზროვნების უნარი და ამის მეშვეობით მოქმედებენ ძალიან დადებითად, ძირითადად დადებითად სამყაროს. თუ ზომბი სოკოებს არ შევთვლით, რომლებიც ასეთი მეთოდით ახდენენ გამრავლებას, მაგრამ ისინიც ჯანმრთელობისთვის სასარგებლოები არიან. ძირითადად ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა და რაზეც მინდოდა მესაუბრა. ბევრი რაღაც გამომრჩა, ძალიან ბევრი რაღაც გამომრჩა, მაგრამ ასე ხდება ხოლმე. მაგრამ წინ კიდევ ბევრი დრო გვაქვს და გამორჩენილ მასალებს ვეცდები ხოლმე, რომ სხვა ვიდეოებს დავურთო ეს გამორჩენილი მასალები და ისე მოგახსენოთ მათ შესახებ. სულ ეს იყო. აჩვენეთ ეს ვიდეოც ბავშვებს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩემი აზრით ძალიან საინტერესო ვიდეო. ასეთი ვიდეო მე რომ ენახა, ასეთი ინფორმაციები, ესეთი მეთოდით მე რომ ენახა ხოლმე, დიდი ინტერესით დავჯდებოდი და მოусმენდი. ბილბო, ოჩო, წავიდით. მაქვს ფოტო მასალა, არის ხეი გადაჭრილი, როდესაც გზებს ვასუფთავოთ ხოლმე, ბენზოხერხით ვჭრით და შემდეგ ბილიკის გვერდით ვალაგებთ ხოლმე ამ გადაჭრილ ხეებს. ასეთ შემთხვევაში რომ ვიზიტორი იოლად გადაადგილდეს და დაბრკოლება არ შეიქმნას. შემდეგ ამ ხეს უჩნდება სოკო და გარდაქმნის ნიადაგად მერქანს. მაგრამ სანამ დაშლას დაიწყებს, ხდება ძალიან ლამაზი ზოლების წარმოქმნა. ესეთი ხე არის ძალიან სასურველი სამასალი დურგლებისთვის. დურგლები იყენებენ ძალიან ხშირად და სხვადასხვა ნივთებს ამზადებენ ინსტრუმენტებს, ამზადებენ სხვადასხვა დეკორაციულ ნივთებს. შარშან გადავიღეთ, თუ სწორად მახსოვს, ეს ფოტო ძალიან ლამაზად არის. მერქანში სოკო შეღწეული. ამ ვიდეოს დავურთავ იმ ფოტოს. სულ მინდოდა გამომეყენებინა და მხოლოდ სურათით კი განათავსებს სურათს
გვერდზე, მაგრამ სურათს უფრო არ აქვს აქტივობა, ფოტოებს უფრო არ აქვს აქტივობა, ვიდრე ვიდეოს, რომელ ვიდეოშიც აღწერ უშუალოდ ამ პროცესს.